საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს, საფარი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, საქართველოს მომავლის აკადემია. ეს ის პირველი 5 ორგანიზაცია, რომლისგანაც ანტიკორუფციული ბიურო მთელ რიგ მონაცემებს მოითხოვს. რამდენიმე კანონის საფუძველზე უწყება სურს მოიპოვოს ინფორმაცია მათი დაცვის ქვეშ მყოფებისა და ოჯახის წევრების თაობაზე. ეს ინფორმაცია კი მოიცავს პირად ნომრებს, ფოტოსურათებს, ფინანსურ, საბანკო და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არსებულ ყველა მონაცემს. ისინი ჩვენგან უფლება დამცველებისგან ითხოვენ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების, წამების მსხვერპლების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლების, პენსიონერების, შშმ პირების, მეწარმეების, მამხილებლების, ჟურნალისტების და სხვა ადამიანების და მათი ოჯახის წევრების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას. მთელი ჩვენი საქმიანობა ყოველთვის მიმართული იყო საქართველოს ევროატლანტიკური სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციისთვის და ამ მიზანს ვემსახურებით ჩვენ რაც შეიქმნა ჩვენი ორგანიზაცია მას შემდგომ. ამიტომ ამ ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებთ, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ რომ დავემორჩილოთ რუსულ კანონებს, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ჩვენია და ამ ქვეყნის თავისუფლება სწორედ ჩვენი თაობის დასაცავია. ამიტომ ეს ბრძოლა, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის იქნება ბოლომდე, მიუხედავად იმისა, რა შეიძლება გვემუქრებოდეს ამ გზაზე. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი კი ორგანიზაციებს სიცრუეში სდებს ბრალს და ამტკიცებს, რომ უწყება კანონმდებლობის სრული დაცვით მოქმედებს. მისივე თქმით, სასამართლო განჩინებას საფუძვლად უდევს კანონები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებისა და გრანტების შესახებ. კანონის უზენაესობა და მისი აღსრულება არის ბიუროს უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენს მიერ მოთხოვნილი სამართლებრივი და ფინანსური დოკუმენტაცია არ ცდება საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებს, მიმართული არის მხოლოდ გრანტების მიღები ან პოლიტიკური აქტივობის მქონე ორგანიზაციების საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლისკენ. ამ პროცესში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სრულად იქნება უზრუნველყოფილი პროფესიული თუ პერსონალური ინფორმაციის დაცულობა. ანტიკორუფციული ბიუროს განჩინებას მყისერად მოყვა პოლიტიკური შეფასებები. მაშინ როცა ქართული ოცნება აცხადებს, რომ განჩინება კანონმდებლობას შეესაბამება, ოპოზიცია პარტიას საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი ვერაფერს ისეც ვერ მოითხოვს ამ პირებისგან, რაც კანონში არ წერია. და კანონში არის ძალიან კაფირად განსაზღვრული, რის მოთხოვნის უფლება აქვს ბატონ რაჟდენ კუპრაშვილს და რისი არა. და რასაც თუ კი რამე მოთხოვნა, რაც წერია კანონში და რაც არის აუცილებლად შესასრულებელი, არ იქნება შესაბამისად ადეკვატურად პასუხგაცემული ის სანქცირება, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული, ყველაზე იმოქმედებს ეს ყველა იმ პირზე, რომელსაც მოიცავს ეს კანონი. ივანიშვილმა დაიწყო იმ კანონების აღსრულება, რომელიც თავისი შინაარსით და სულისკვეთებით არის თავიდან ბოლომდე რუსული და ემსახურება ამ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ერთხელ და სამუდამოდ დასამარებას, იმ ადამიანების საქმიანობის შეზღუდვას და აკრძალვას, მე პირდაპირ ვიტყოდი, რომლებიც ეხმარებიან ჩვენ თანამოქალაქეებს საკუთარი უფლებების დაცვაში, აკვირდებიან საარჩევნო პროცესს, ამ ქვეყანაში იცავენ ელემენტარულ დემოკრატიული სტანდარტის არსებობის ყველა წესს. ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ბენეფიციარების, წარმომადგენლების ამ არასამთავრობო სექტორის ყველა ამ ადამიანის შესახებ სენსიტიური ინფორმაციის მოგროვება. აი ეს არის მიზანი. ინფორმაციის შეგროვება. ეს არის ერთი დიდი ღია ცის ქვეშ ციხედ ქცევის გეგმა. 18 ივნის გამართულ ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ უსაუბრიათ 31 მაისს ამოქმედებულ ეგრეთ წოდებულ ქართულ ფარაზე. უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტზე, რომელმაც ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონი ჩაანაცვლა. ამის მიუხედავად უფლებადამცველები განმარტავენ, რომ ეს კანონიც აძლევს ანტიკორუფციულ ბიუროს ბერკეტს გამოითხოვოს პერსონალური ინფორმაცია. ქართულმა ოცნებამ ბოლო თვეებში არაერთი კანონი მიიღო, რომელიც მთელ რიგ შეზღუდვებს უწესებს თავისუფალ მედიასა და სამოქალაქო ორგანიზაციებს. საქართველოს პარტნიორები კი აფრთხილებენ ქართულ ოცნებას, რომ დემოკრატიის გზაზე ასეთი უკუსლით ქვეყანა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.